მოგესალმებით ძვირფასო რადიო მსმენელებო, Facebook გვერდის მაყურებელო და ტელემაყურებელო. დღეს პარასკევია და მე ისევ ბედნიერი ვარ, თან ორმაგად ბედნიერი ვარ, იმიტომ რომ ვიმყოფები სამეგრელოში, კერძოდ ზუგდიდში. და უნდა გაგაცნოთ ერთი არაჩვეულებრივი ადამიანი. ხომ არის ხოლმე რომ როცა გადაცემას ვიწყებ, ჩამოვთვლი ხოლმე რეგალიებს და ასე შემდეგ. პროფესიით იურისტია, მაგრამ თავარი პროფესია მისთვის არის ადამიანია იდეალური. მოგესალმებით ბატონო დავით შამათავაა ჩემი გადაცემის სტუმარი, ჭრელი პარასკევის სტუმარი. ძალიან მიხარია რომ გაგიცანით და რა ვიცი. მოგესალმებით ბატონო გია, ვივესალმებით თქვენს ტელერადიო მაყურებლებს, მსმენელებს და მინდა გითხრათ, რომ ჩემთვის ძალიან დიდი პატივია თქვენი სტუმრობა ჩემს სივრცეში და რა თქმა უნდა თქვენი რესპონდენტობა. მინდა წარმატებები გისურვოთ თქვენ შემოქმედებით ჯგუფს და ძალიან ბევრი და საინტერესო პროექტების განხორციელება. მოდი მოგმართავ როგორც დათოს, იმიტომ რომ ესე გიცნობს მთელი ზუგდიდი და სხვათა შორის მინდა გითხრათ, რომ წარმატებული ადამიანი ხართ, თუნდაც იმიტომ რომ ასე უყვარხართ ზუგდიდელებს და მე რო თქვენ სივრცეში შემოვედი, გავოცდი, როგორი შემოქმედებითი ნიჭი, ხასიათი და ბუნება გაქვთ. მოდით დავიწყოთ ბავშვობით, რატომ იცით? სულ მაინტერესებს ადამიანები, რომლებიც აზროვნებენ სხვანაირად, შემოქმედებითი ხასიათის არიან, მაინტერესებს როგორი ბავშვები იყვნენ ესეთი ადამიანები. მომიღებით, როგორი ბავშვი იყავით? ჩემი ბავშვობა ფაქტიურად შეიძლება ითქვას, რომ ეს არის 90-იანი წლები, როდესაც აფხაზეთის ომი მოხდა, სამოქალაქო ომი, ეს სამეგრელოში, კერძოდ ზუგდიდში ძალიან ტკივნეული იყო. დევნილები მაშინ გადმოვიდნენ, ზუგდიდში ყველაზე მეტად იყო მათი შემოსვლა, მთელ საქართველოში გადანაწილდნენ, მაგრამ როგორც ასეთი შეფარება უფრო მეტად ზუგდიდს მოუწია ამ ადამიანების. ეს არის ის პერიოდი, როდესაც მე ბაღში შევედი, ბაღი ფაქტიურად დაკავებული იყო დევნილებით, მაგრამ ალბათ იმ სიყვარულმა, იმ ურთიერთობამ, რომელიც გაგვაჩნდა ჩვენ მეგრელებს, აფხაზებთან და საერთოდ ქართველებს აფხაზებთან, ალბათ ამ სიყვარულმა გაგვაძლებინა და შეგვანარჩუნებინა ის სიყვარული, რომელიც დღემდე მოყვება. ჩვენი ბავშვობა ვერ ვიტყვი რომ მრავალფეროვანი იყო, იმიტომ რომ ყველაზე ერთფეროვანი ბავშვობა გქონდა. ეს იყო თუნდაც დრახობანას თამაში, მაკი და ასეთ სულ ერთნაირი თამაშები გქონდა, მაგრამ ჩვენ მე პირადად და ჩემი ქუჩის ახალგაზრდობა სულ სხვანაირი ბავშვობა გამოვიარეთ. ალბათ ვიტყოდი რომ არ იქნებოდა ორიგო რომ ჩემი ქუჩის პრეზიდენტიც კი ვიყავი. ანუ რას ნიშნავს პრეზიდენტობა? ესეც პასუხისმგებლობა იყო. ეს იყო სულ რაღაც 7-8 წლის ასაკში ვიყავით, როდესაც მივხვდით რომ რაღაცა უნდა გაგვეკეთებინა ჩვენით ბავშვებს და მოგვიფიქრებინა როგორ გაგვერთო ჩვენი თავი სკოლის შემდგომ, რომ არ აღმოჩენილიყავით ქუჩაში. ეს იყო პრეზიდენტობა, პასუხისმგებლობა, რომ ბურთი ქონოდა ქუჩას, სხვადასხვა სათამაშოები ქონოდა და ყველაზე მთავარი ეს იყო ინტელექტუალურ თამაშებს ვატარებდით, თუნდაც იმ დროს იყო ვის უნდა 20,000 იმას ვიწერდით კითხვებს და შემდგომ ბავშვებში ვავრცელებდით, ვერ უსვამდით ერთმანეთს ამ კითხვებს და საბოლოო ჯამში გამარჯვებულებსაც კი ვავლენდით, რომელიც მცირე საჩუქრებითაც ვასაჩუქრებდით ერთმანეთს. ძალიან საინტერესო ბავშვობა იყო ამ მხრივ, რომ ვთქვა და ბავშვობას მაინც რო ვამბობ, რაღაცა მარილი აკლდა, მე ვამბობ რომ ჩემს 13 წლამდე ვამბობ, აი ეს გავიარეთ ეს 13 წლამდე და აი ეს მარილი იყო ის სულიერი ცხოვრება, რომელიც ჩვენ გვაკლდა ახალგაზრდებს და მე გავიზარდი ისეთ უბანში, სადაც აი ფუნიკულიორზე, სადაც ძალიან ახლოს იყო ტაძარი, მაგრამ ტაძრამდე ჯერ კიდე არ ვიყავი მისული. როდესაც ვაკვირდებოდი რომ ჩემი მეგობრები, მეზობლები, თუნდაც სხვა ქუჩის
წარმომადგენლები რომ ამოდიოდნენ ტაძარში, ვაკლებდებოდი და სულ ფიქრობდი რომ რატო ისინი და რატო მე არა, მე რატო არ დავდივარ, მეც მაინტერესებდა, ხო? ეს იყო ადრეულ ასაკში, სადაც 13 წლის გავხდი მაშინ, ავედი პირველად ტაძარში და მომეწონა გალობის გამო და მეორე იყო სეფისკვერი. სეფისკვერი, რომელსაც წირვის ბოლოს გვაძლევდა და აი სეფისკვერით მთავრდებოდა ჩემი ტაძარში ფაქტიურად მსახურებაც, როგორც მრევლის. როდესაც ერთი დღე იყო, ბოლომდე დავრჩით რაღაცა, მეგობრები ვიყავით, ვისაუბრეთ რაღაცა და აი წირვის ბოლოს სასულიერო პირი გამოვიდა და დაიწყო ქადაგება. ეს იყო ჩემთვის პირველი, ანუ ქადაგებაც კი ყოფილა ტაძარში. და ეს ქადაგება აღმოჩნდა ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი. იმ მომენტიდან ტაძარში დავდიოდი ქადაგების მოსასმენად. მაგრამ მარტო ერთი ტაძრის ქადაგება არ მაკმაყოფილებდა, მე გადმოვედი ქვემოთ ტაძარში, დადიანების ტაძარში, იქაც უსმენდი, მამა მალხაზი იყო ქვემოთ, მამა გიორგი იყო ზემოთ და მართლაც ორივე საოცარი მოძღვარი, ორივე დიდაქტიკოსი ამ საკითხში და ფაქტიურად იმ დროს შემიყვარდა და იმ დროს ვიხილე მართლაც ღმერთი, რასაც ქვია. მე დაიწყო ჩემი უფრო შესწავლა ეს სასულიერო განხრით, ეს იყო წიგნებს ყიდულობდი, ბიბლია ვიყიდე, სხვადასხვა საღვთისმეტყველო წიგნები, ვიყიდე კიდე განმარტებები ბიბლიის, ასევე სახარების განმარტებები და ანუ საფუძვლიანად კი, ყოველთვის ასე ვარ ცხოვრებაში, მაინტერესებს ყველაფერი საფუძვლიანად. თუ რაღაცას მომკიდებ ხელს, მინდა რომ მაქსიმალურად გამომივიდეს და მაქსიმალურად გავაკეთო. და როდესაც დრო გავიდა, უკვე ინტერესი გაჩნდა რა ხდება საკურთხეველში, ანუ კანკელს მიღმა, სადაც უკვე სასულიერო პირები არიან, სტიქაროსნები არიან და ასე შემდეგ. აი ამ ინტერესმა ფაქტიურად მიმიყვანა მოძღვრამდე, რომელსაც უთხარი რომ მინდოდა სტიქაროსნობა. მაგრამ იმ პერიოდში ჩვენთან ეპარქიაში, ქვემო დადიანების ტაძარში, ყველა უფროსი თაობის წარმომადგენელი მსახურობდა, რადგან საკათედრო ტაძარი იყო, სამღვდელმთავრო ტაძარი იყო და მე უკვე მსახურობდა, ყველა იყო უფროსი თაობის წარმომადგენელი. მე როდესაც დავაკვირდი, მე დავითნეები ჭირდა ეპარქიაში. რაც მეუფე გერასიმე მოვიდა ეპარქიაში, დადიანების ტაძარში იყო ყოველდღიური წირვა. და ყოველდღიური წირვა სჭირდება, რა თქმა უნდა, სასულიერო პირთან ერთად მე დავითნეც. და ორი მე დავითნე იყო მაშინ დადიანების ტაძარში, დღეს უკვე ღვდელი მამა პავლე, მაშინ ბეჟანა გოგოხია და მეორე ქალბატონი ქეთევანი, რომელსაც დიდი სიყვარულით მოვიკითხავ დღესაც. შევისწავლი მე დავითნეობა. და ფაქტურად გზა გამეხსნა სტიქაროსნობისკენაც. და იმდენად საინტერესო იყო ეს პროცესი, მე დავითნეობის ანუ წიგნის კითხულობის შესწავლა, რომ უფრო და უფრო სიღრმეებში ჩადიხარ, რომელიც შემდგომში უფრო გაგრძელდა ჩემი სტუდენტობის პერიოდში და იმას შემდგომში მოგიყვებით, როგორ გაგრძელდა ვესწრებოდის სემინარიაში ლექციებს, მამა ბიძინა გუნია იყო ლიტურგიკოსი, რომელმაც ძალიან დიდი გამოცდილება შემძინა ამ მიმართულებით. მოკლედ, გავხდი დადიანების ტაძრის მთავარი მე დავითნე. სულ რამოდენიმე წელიწადში გავხდი შემდგომ მეუფის მთავარი სტიქაროსანი და აი ეს იყო ჩემი ეკლესიური ცხოვრების დასაწყისი. მაგრამ ამ ეკლესიურ ცხოვრებასთან ერთად, რა თქმა უნდა, მე სკოლაში დავდიოდი, ჩემი მეგობრებიც ზოგიერთი დადიოდა ეკლესიაში, მაგრამ არა ყველა. როგორც ჩემი კლასელები არამედ მთელი ზუგდიდის ახალგაზრდობა, ზოგი იყო ქუჩაში, ზოგი სხვადასხვა მიმართულებით ვითარდებოდნენ და რაღაცნაირად მე ვიპოვე სიმშვიდე და სიყვარული ეკლესიაში, მინდა და ეს ყველა ახალგაზრდისთვის გადამეცა. ცდილობდი ამას, მაგრამ როგორც ცდილობდი, აი შემდგომში გამოჩნდება. ამის შემდეგ მეუფის ის ყოველთვის უნდოდა რომ ჩვენს ეპარქიაში ყოფილიყო ახალგაზრდული ცენტრი, ეს ვამბობ 2005-2006 წლებია. ჯერჯერობით არანაირი ახალგაზრდული კლუბი არ არსებობდა ზუგდიდში, არანაირი ახალგაზრდული მიმართულებით მუშაობაც კი არ იყო დაწყებული და ამ პერიოდში სკოლებში ამოიღეს საღვთო ჯულის სწავლება. აი რელიგია და კულტურა იყო ასეთი წიგნი, რომელიც ისწავლებოდა სკოლებში, მაგრამ სამწუხაროდ ამოიღეს და ეს იყო მართლაც დამაფიქრებელი იმ პერიოდში. და იმიტომაც უნდა მეუფეს. რატომ იყო დამაფიქრებელი? ანუ გაჩნდა
ეჭვი რომ ეს სპეციალურად გააკეთეს? არ ვიცი სპეციალურად გააკეთეს თუ ეს ითვალისწინებდა განათლების პროგრამა, მაგრამ საბოლოო ჯამში ამან გამოიწვია ეკლესიასთან დაშორება ახალგაზრდების. სამწუხაროდ. რა მინდა იცი კითხოთ, ნახეთ, საერთოდ მოზარდები ყოველთვის ერთმანეთთან ურთიერთობაში, კავშირში, სხვადასხვა იგივე ქუჩა, თამაში, თქვათ ტაძარში მისვლა. აი ხომ არ იყო მაგ დროს აი დაუშვათ თქვენ აი ეს ბიჭური, ქუჩური, ამხანაგური, მეგობრული შეგიყვარდათ ვიღაცა, ყავდათ შეყვარებული და ეკლესიურობა აი ეს ძალიან უცნაურად იყო გარედან ალბათ. კი, ასე მოჩანდა. და თქვენ აი მოთხოვნილება გქონდათ რომ კი, მოთხოვნილება იყო. ნამდვილად დღესაც რო ვაკვირდები, ეს იყო ნამდვილად რაც იყო ჩემში და რაც იყო ჩემს ბუნებაში. ალბათ ამ რაც მასწავლა და ვისწავლე ცხოვრებისგან, ალბათ ეს ეკლესია მასწავლა და ეს ყველაზე მთავარი ეს სიყვარული და თავმდაბლობა და მოთმინება. ოჯახი რას ამბობდა? ოჯახი მაშინ რა თქმა უნდა იყო ძალიან მომხრეც და წინააღმდეგი ოღონდ არ წასულიყავი იმ ზღვარზანო სასულიერო პირა და ასე შემდეგ და დანარჩენზე. ფიქრიათ? კი, რა თქმა უნდა მიფიქრია ეს ღვთისნება და რატომ არ წახვედით? ანუ ეს უკვე ცხოვრებამ შემდგომში ღმერთმა სხვა ნაბიჯებით მატარა. ალბათ შეიძლება შემდგომში მოხდეს ეს დიდებული ამბავიც, მაგრამ დღესდღეობით და იმ პერიოდში ალბათ ასე იყო საჭირო. ალბათ იმიტომ იყო საჭირო, რომ აი რასაც ვამბობ, რომ გაჩნდა ამის საჭიროება, რომ ეკლესია შესულიყო სკოლებში. თუ ამოვიდა საღვთო-რჯული, რაღაცამ უნდა ჩაანაცვლოს და რა ჩაანაცვლებდა, უფრო სასულიერო პირი ჩაანაცვლებდა, თუნდაც თვეში ერთხელ სკოლაში მისვლით, ბავშვებთან შეხვედრით, იქ თავისუფალი საუბრით და არა რაღაცა ეს მართლმადიდებლობა ასეთია და ისეთი არა, თავისუფალი საუბარი იყო და ერთს ვიტყვი. მაშინ წარმოიშვა იდეა, რომ გაგვეკეთებინა ეპარქიაში ახალგაზრდული ცენტრი. ეს ახალგაზრდული ცენტრი იყო პირველი ნათელი წერტილი ამ ზუგდიდში. მაშინ გადმოგცა მაშინდელმა გამგეობამ ერთი შენობა ფოსტის წინ. შენობა არა, ერთი ოთახი, სადაც შევიკედლეთ ჩვენ ის ახალგაზრდები, რომლებიც შემდგომში ავარჩიეთ ჩვენი სკოლის ელჩებად. ერთ-ერთი ელჩი იყო აი თქვენთვის კარგად ნაცნობი თათია ზუხბაია მეშვიდე სკოლიდან, რომელმაც აი ძალიან პირველი იყო თან. პირველი, როდესაც ჩვენ დავიწყეთ მაშინ ჩემ პროდიუსერზეა ლაპარაკი. დიახ, თქვენ პროდიუსერზეა საუბარი. რა მითხარით ეს? კი, ეს იყო პირველი მართლაც იმ დროს შერჩეული ახალგაზრდებიდან ერთ-ერთი იყო თათია ზუხბაია და 12 შევარჩიეთ, ანუ 12 სკოლა იყო მაშინ ზუგდიდში და 12 შევარჩიეთ და ერთ-ერთი იყო თათია. დავიწყეთ ძალიან აქტიური მუშაობა. სკოლებში დავდიოდით, ხვდებოდით ახალგაზრდებს და ახალგაზრდებისგან ვისმენდით მათ საჭიროებებს, მათ პრობლემებს, მათ ოცნებებს, მათ ისტრაფებებს და ამას ყველაფერს პასუხსემდა შემდგომში სასულიერო პირი. მე ამ ყველაფერს ვესწრებოდი. მე ვისმენდი ამ მოსაზრებებს, აზრთა გაცვლა, გამოცვლას და რა თქმა უნდა ეს ილექებოდა ჩემს გონებაში, ილექებოდა ახალგაზრდების ის საჭიროებები, რომლებიც მესმოდა არა მარტო ერთ სკოლაში, არამედ მთელი ეს ზუგდიდის მასშტაბით ამ სკოლებში. ალბათ შემდგომში ამან გამოიწვია ის რაც შემდგომში განსაზღვრა ჩემი საჯარო სექტორში გადასვლის ნიშნულობაც. იქაც ახალგაზრდულ მიმართულებას ხელმძღვანელობდი შემდგომში უფრო დაწვრილებით. რა მაინტერესებს იცით? მე თქვენთან თქვენ ცხოვრებაში შემოვიდა მოგზაურობა. კი. რა იყო ამ ნახეთ არ გაგიკვირდეთ, მაგრამ მე არ მიყვარს მოგზაურობა. პირველი ადამიანი ალბათ. გაგიკვირდათ ხო? კი, ნამდვილად. რა არის იცით, იმდენად ვიღლები და იმდენად ვოცნებობდი მთელი ცხოვრება, რომ მე მოგზაურა, ეს ოცნება არ ამიხდა აი იმ დროს, როცა მე ეს მინდოდა. მაგრამ
მერე მოვიდა თავისით, მაგრამ იმ დროს მოვიდა, როცა მე უკვე აღარ მინდოდა. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ინტერესიანი ვარ, აი ჩავდივარ სხვადასხვა ქვეყანაში, ვნახულობ ბევრ საინტერესო ადგილებს, მუზეუმებს, მაგრამ აი ეს არ არის ჩემი ჰობი. და აი თქვენთან ამას გიკითხებით გაოცებული. კი, და მეც გაოცებული ვისმენთ რაღაცას. აი მოგზაურობა მარტო არ არის მოგზაურობა ჩემთვის მარტო არ იყო რაღაც სადღაც ახალი ქალაქი და ახალი ქვეყნის ნახვა. ეს იყო აღმოჩენები ახალი კულტურის, ახალი ადამიანების, სხვადასხვა ხალხის მიმართულებების, გასტრონომიის და ასე შემდეგ. ჩემთვის ალბათ საქართველოს მასშტაბით მოგზაურობა ერთ-ერთი დაუვიწყარი იყო, იმიტომ რომ საქართველოთი დაიწყეთ? საქართველოთი დავიწყეთ, საქართველოთი ვაგრძელებ კიდე და ალბათ ბოლომდე კიდე საქართველოს ვერ ამავწურავ, ისეთია ჩვენი ქვეყანა. მე საქართველოში ძალიან ბევრ ადგილზე ვიყავი. მოდით ახლა რეკლამაზე გავიდეთ და რეკლამის შემდეგ დავბრუნდეთ. დავბრუნდით ძვირფასო რადიო მსმენელებო, Facebook გვერდის მაყურებელო და ტელემაყურებელო და შეგახსენებთ, მე სამეგრელოში ვარ, კერძოდ ზუგდიდში და დავით შამათავაა ჩემი გადაცემის სტუმარი, არაჩვეულებრივი ადამიანი, არაჩვეულებრივი მეგობარი, პროფესიონალი და მთავარი, რომ მას შეიძლება დაეყრდნო ერთგული ადამიანი და ამიტომ მომინდა თქვენთვის გაცნობა. ძალიან საინტერესოდ საუბრობთ და დათო მინდა კითხო ესეთი რამ. აი ესეთი საინტერესო გზა გაიარეთ და თან ისეთი გზა, როგორიც თქვენს გულს უხაროდა. კი, ნამდვილად. ეხლა რამდენი წლის ბრძანდებით? ეხლა 37 წლის. 37. რამდენი წლის იყავით რომ დაოჯახდით? რო დაუჯახდი ვიყავი 31 წლის. 31. არ გეუბნებოდნენ სახლში რომ სახლში არა იმდენად, რამდენადაც გარეთ. როდესაც კი გარეთ და ჩვენი საზოგადოებაც ისეთი აი როდის დაოჯახდა. უტაქტო კითხები როდის მოიყვან ცოლს და რატო არ მოყავს ცოლი და ალბათ ცოლის მოყვანაც აი ასე მოხდა. მიყვარდა ერთი ადამიანი, რომელიც გავიცანი სამსახურებრივი პროფესიის მოვალეობის შესრულების დროს, თვითონ ბანკში მუშაობდა და როდესაც ერთ-ერთ ოპერაციაზე მივდიოდით ბანკში, იქ აღმოვაჩინე კვანცა, რომელიც ძალიან მომეწონა და რაღაცნაირად რიგის გარეშე მივედი და მიმიღო, ძალიან გამიხარდა. მერე ისევ უკვე გინდა რომ მეორეჯერ შევხვდე, მესამეჯერ შევხვდე და გეგმავ ისეთ ოპერაციებს, რომელიც შეიძლება არც კონდეს გასაკეთებელი, მაგრამ მაინც გინდა რომ მიხვიდე. როგორ უთხარი? აი როგორ ხო, ეს პირველი დღე ის რომ მიყვარხარ თუ შევხვდეთ რა შევხვდით, აუხსენი, ყველანაირად თუ როგორი გრძნობები გამოჩნდა მის მიმართ და რა თქმა უნდა ხა ყველა ისეთია რომ ყველა გოგო თავმომწონე, უცებ არაფერი, მაგრამ ნელ-ნელა რამდენი ხანი იყავით შეყვარებულები? შეყვარებულები ვიყავით დიდი ხანი არა, 7-8 თვე. და რა მოხდა, გეტყვი? ჩემი ცოლის მოყვანაც ცოტა ისეთი იყო, იმიტომ სულ მოგზაურობდი, ან მუშაობდი, ან მოგზაურობდი. თუ არ მუშაობდი, გასული ვიყავი ქვეყნიდან და მოხდა ასეთ რაღაცა, რომ კორონა დაიწყო, კორონავირუსის ეპიდემია მოედო მსოფლიოს, ჩვენთანაც და ამ პერიოდში ჩავიკეტეთ. არც სამსახური, არც მოგზაურობა, არც არაფერი და აი, დადგა მე მგონი დროაც მეთქი და მართლაც გვანცაც დამთანხმდა, მადლობა მას ამ გადაწყვეტილებისთვის და ვფიცავა რომ ნამდვილად არ ნანობს და არც ინანებს მთელი ცხოვრების განმავლობაში და გადავწყვიტეთ რომ დაოჯახებულიყავით. ისეთი პერიოდია 10 კაცის შეკრებაც არ შეიძლება და ესეც ძალიან ლამას ადგილას ჭკადუაშის ტაძარში მიურატების სასახლე სადაც იმყოფება, იქ დავიწერეთ, მეუფემ დაგვწერა ჯვარი ჩვენს მოძღვრებთან ერთად და ჩვენი უახლოესი წრე იქვე გაიშალა პორმარილი
იქ დღეში და ძალიან ესეც ლამაზი და დასამახსოვრებელი დღე გვაჩუგა ღმერთმა. ჩვენი ოჯახების სახით. ჯერჯერობით ერთი შვილი. აპირებთ კიდე. უამრავს. თუ ღმერთი მოგწევს და იცით რა მაინტერესებს? ცოტა რთული ხო არა ხართ? ანუ ნახეთ ადამიანი რომელიც ეკლესიურად ცხოვრობს, უყვარს მოგზაურობა, მე გაოცებული ვარ თქვენი აი ეს საქმიანობა რომ ნახე უკვე საქმედ გაქვს გადაქცეული სპორტული ცხოვრება და აქ ხედავ უნიკალურ მაიკებს რომელიც თავისი წარწერებით არის ეს ოდიში თქვენი ჩვენი პირველი მაისური იყო ჩვენი ოდიშის ნუ ახლა კვარაცხელიაზე აღარაფერს აღარ ვამბობ ეს ჩვენი ორიგინალი მაისურია კვარაცხელიასი ჩვენი თილისმა შეიძლება ეწოდოს და ეს საქართველოს ნაკრების მაისური რომელიც საქართველოს ბანკმა გვიფეშქაშა და დანარჩენი რაც აქ არის ყველაფერი გამოფენილი არის ყველა ნამყოფი რაღაც თამაშზე და ყველა ნაჩუქარია. ყველა არის ჩვენი სტუმრების მიერ შემონაწილი. ასე. დათო, რა მაინტერესებს, იცი? გეტყობათ, რომ ძალიან მაინც მშვიდი ხართ. კი, ბუნებით მშვიდი. ბუნებით მშვიდი და რაზე ოცნებობ? ოცნებობ. ჩემი შვილის ბედნიერ თვალებს ალბათ. სულ ბედნიერი რო ქონდეს თვალები. ვოცნებობ მეუღლის მომღიმარ სახეზე ალბათ და დედაჩემის იმ თბილ დალოცვაზე რომელიც ყოველდღიურად ისე მაყოლებს წამოსვლისას ეს არის სულ მუდმივად რომ გამყობოდეს ცხოვრების ბოლომდე მეც არაფერს არ მივოცნებებდი ალბათ ვოცნებობ კიდევ მეტ შვილზე და კმაყოფილ კლიენტებზე ალბათ მოკლედ ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაგიხადო მასპინძლობისთვის და მე მინდა თქვა რომ აი ჩემს მსმენელს და მაყურებელს მინდა უთხრა რომ ეს არის შენი აი ესეთი დიდი ინტერვიუ, პირველი ინტერვიუ მე მიხარია სხვათა შორის ისეთი გული მაქვს რომ აწი და აწი უფრო პოპულარული გახდებით კი ზუგდიდში პოპულარული ხართ და მე მიხარია რომ გაგიცანით და საერთოდ როცა კეთილ ადამიანებს ვიცნობ ვივსები მთელი ცხოვრება და მე მინდა გისურვოთ წარმატება და ბევრი შვილები როგორც მადლობა გაიხარეთ მადლობა მობრძანებისთვის მადლობა დაფასებისთვის იმ პატივისთვის რომელიც მერგო თქვენთან ერთად და მინდა ყველას წარმატებები გისურვოთ გაიხარეთ იცოცხლეთ დიდი მადლობა მოკლედ ჩემო ძვირფასო რადიო მსმენელებო Facebook გვერდის მაყურებელო ტელემაყურებელო დაგველოდეთ მომავალ პარასკევამდე და საინტერესო სტუმარი გელოდებათ წინ მე ეხლა ზუგდიდში ვარ და დიდი სიყვარულით მოგიკითხავთ სამეგრელოდან გაიხარეთ წარმატებას გისურვებთ ჯანმრთელობა და ბედნიერება ნუ მოგაკლოთ ღმერთმა ნიყვარხართ